იცით, რომ ჩვენ ორგანიზმში ყოველდღიურად შლაკები და ტოქსინები გროვდება? და ზოგი მათგანი ეგზოა, ანუ გარედან შემოსული ტოქსინებია და ზოგი კიდევ ენდობუნილებელი საკვების მიერ. ეგზოტოქსინებია თუნდაც ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად სუნთქავთ, მაგალითად, ამდენ მძიმე მეტალებს საწვავის გადამკიდე. ზოგს პროფესიონალური აქვს, მაგალითად, თუნდაც სალონის თანამშრომლებს ისინი 1000 ქიმიას სუნთქავენ და აბა ბევრ მათგანს კითხეთ. ალერგია აქვს და ამის დამსახურება მათ შორის ეს ქიმიაა. ეგზოტოქსინებია ჩვენ რაც ვიკვებებით, ხო, რასაც ვსვავთ, ჭამთ, გაჯერებული ნიტრატები, ნიტრიტები, პესტიციდები, ჰორმონებით და ანტიბიოტიკებით არის გატენილი ყველა ხორცი. შემოვიდა ხო ეს ეგზოტოქსინები, ამას ხო მონელება უნდა და ჩვენმა ორგანიზმმა იცის ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელება და ამ ქიმიაში ბევრი ამის გარდაა და ვერ მოინელა. ამის გარდა ფერმენტატიული სისტემა ასაკთან ერთად გვიჯდება თითოეულ მათგანს და ვერ ვინელებ. ხო და ამიტომ გვჭირდება პერიოდულად დეტოქსი.